მოგესალმებით მეგობრებო და იცით რა არის აი ამ აგორებულ თემას რომელიც მოხდა გორში კი არა და კახეთში ქორწილში გიორგი ჭიღლაძემ რომ ერთ კოჩს არ ვიცი როგორ თქვა საკადრისად უპასუხა თქო შეიძლება არასაკადრისად ანუ უფრო გამწარებული რომ ყოფილიყავი მე მის ადგილზე უფრო უარეს ვიზავდი რა მისნაირად გამწარებული რომ ყოფილიყავი ნუ ახლა მე ქალი ვარ და ალბათ ქვას ჩავარტყავდი თავში ბოლოს და ბოლოს ეხლა ნახეთ რა ხდება რა აქ არსენ ფუფხაძე განიკითხავს მოკლედ აი ამ ბიჭის ვიდეოს რომელიც ჩამოთვლის რუსებზე რა უნდა მომხდარიყო რა და ახსენებს სასტიკ სცენარებს მაგალითად როგორიც არის მადლობა თქვენ რუსებმა რომ თავი არ მოვაჭედით და მისი თავით არ ფეხბურთი არ ვითამაშეთ მადლობა თქვენ რომ უშუალოდ არ გავჭერით და მადლობა თქვენ რომ არ გავატყავეთ რუსებიო და მოკლედ ამას არქმევს არსენ ფუფხაძე ფაშიზმს რაზეც მე მინდა გითხრა რა არსენ ფუფხაძე და გაგახსენო აი ეს ბიჭი არ ვიცი ვინ არის როგორც ჩანს სოციალურ ქსელში აქტიურია თუ რა ვიცი შეიძლება არც არის აქტიური არ ვიცი პირველად ნახე ეს ბიჭი რასაც ამბობს და რასაც შენ სისასტიკეთ მიიჩნევ და ფაშიზმად მიიჩნევ ყველა ის საკითხია გაშღერებული რომელიც საკითხიც რუსებმა ერთ დროს საქართველოს გაუკეთეს მაგალითად ქართულ ჯარისკაცს თავი მოსჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს ქართული ბავშვი ხეზე მიაბეს ჯერ ამ ხეცმა ჯარისკაცება გააუპატიურეს და შემდეგ დაწვეს ხეზე და მსგავსი რაღაცეები რაც ამ ბიჭმა გააჟღერა არის სრულიად რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი არანაირი ქართული ფანტაზია ეს არ არის ნამდვილად რო გითხრათ რა ხო და არსენ ფუფხაძეს ეს არ ახსოვს როგორც ჩანს ან არ იცის ამის შესახებ და ამიტომ გაუკვირდა მეც გამიკვირდებოდა ხა არსენის ადგილზე ესეთი რაღაცა საშინელება რომ მომესმინა ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვსო ვიტყოდი მაგრამ ну ახლა ეს ბიჭი რასაც ლაპარაკობს აბსოლუტურად ყველაფერს იმას ლაპარაკობს რაც რუსებმა ქართველებს უკვე გაუკეთეს რა და მაგიტომ ამბობს აი თუ არ გესმით გეტყვით მაგიტომ ამბობს რომ მადლობა თქვენ რუსებმა რომ ესე არ გავუკეთეთო ხო გასაგებია ხო ანუ დღევანდელ სამყაროში სოციალურ ქსელში სფეროში როგორც ჩანს ყველაფერი უნდა დაიღეჭოს და ისე ფაფასავით პირში ჩაუდონ თორე რაღაცეების დაღეჭვა აღარ ახსოვთ ზოგი ერთებს ასე რომ თუ კი თქვენ ქართველებს ფაშიზმებად მიიჩნევთ რომლებიც თავის ისტორიას გახსენებენ თუ რა გაუკეთეს რუსებმა ქართველებს ხო მაშინ ისხა მითხარით რა ქვია იმ საქციელს რომელიც რუსებმა მართლა ჩაიდინეს ქართველების მიმართ და თავი მოაჭრეს ჩვენს ჯარისკაცს და შემდეგ ფეხბურთი ითამაშეს და ვიდეო გამოგვიგზავნეს მე რომ აი რამაგრები ყოფილან და მსგავსი თემები მითხარით იმ რუსებს რა ქვიათ მაშინ ანუ ჩვენ თუ ფაშიზმს გვიწოდებთ და ფაშიზმად მიგვიჩნევთ ხო ფაშისტებად მიგვიჩნევთ მაშინ ისინი რა უწოდოთ იმათ ვინც მართლა განახორციელა ეს საკითხი რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ არ არის დიდი ისტორია რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელებში აქტიურად ტრიალებდა გარდა ამისა ეს აგორებული თემა რო არის და რუსეთმა გერმანიამ და მთელ მსოფლიომ დაიწყო იმაზე საუბარი თუ როგორ დაულეცა ქართველმა ბიჭმა რუს ღორის მსგავს გოჭს ცხვინპირი რა აი მაინტერესებს ერთი საინტერესო რა არის იცი ბიჭო სოფლიოში შიმშილით კვდება ხალხი წყურვილით კვდება ხალხი ომებში კვდება ხალხი და ამაზე მეტი საინტერესო თემა ვერ მოძებნა მსოფლიო მასშტაბით მედიამ რომ ქართველი კაცის მიერ აფექტში ჩადენილი მდგომარეობის მომენტში აფექტშიც არ იყო პრინციპში მე ესე ვფიქრობ რომ მართლა მაგრა კარგად ლეწა იმ ქალს რა აი ვფიქრობ რომ ძალიან იმ საკითხების მერე რომ უცხოელი მოდის თავზე გაფურთხებს და ქორწილს გიშლის კიდევ კარგად შეიკავა თავი რომ ერთი 5 ჯერ არ ლეწა სახეში რა ახლა
ქალის ცემას ვამართლებ თუ არ ვამართლებ, ეხლა ეგ ვის რა შეაინტერესებს ჩემი აზრი, მე ვამართლებ თუ არა ქალის ცემას. თუ ქალი იწვევს მამაკაცს ომში, უნდა შემოსკიდევას და ხმალითაც მოაჭრას თავი. ანუ თუ ომში იწვევს, გესმით? ეხლა ნუ დაიწყებთ იმას, რომ ქალი უსუსურად იჯდა თავისთვის და არაფერი უქნია და მივიდა ეს ბიჭი და ჩასწყვეტ თავში. არა, ქალი იწვევს მამაკაცს ომში, ხო და მაშინ უნდა იყოს მზად იმისთვის, რაც მოუვა. ანუ თუ ქალს გონია რომ მამაკაც არ აქვს იმის ძალა რომ ცხვიმპირში თხრიშოს, მაგისთვის თუ არ არის მზად, მაშინ უნდა იჯდეს წყნარად რა და უნდა კაპასობდეს. და პირდაპირ გეტყვით რა, ეხლა როდესაც მე მამაკაცი ომში გამომიწვევია, ხო? და სახეშიც უთხრიშავს, აი აქ რუს კაც, რუს არა. ქართველი იყო სხვათა შორის. სახეშიც გაურტყია ჩემთვის. ეს არ გამკვირვებია ხალხო და არც პოლიციაში მიჩივლია, იმიტომ რომ მე ის ადამიანი გამოვიწვე როგორც მამაკაცი მამაკაცურად, ხვდებით? და ეხლა მე ქალი ვარ თუ კაცი ვარ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ვიწვევ ომში, მზად ვარ ბრძოლისთვის. არ ვიწვევ ომში, მაშინ შემიძლია ვუჩივლო, იმიტომ რომ თუ ჩემთვის ვზივარ მოვიდა და ჩამარტყა თავში, ან სახეში, მაშინ შეიძლება რომ ვუჩივლო რა. და ეხლა ნუ გაუფასურებთ ყველაფერს. ეგრე ჩემოკარგებო, ხო? რუს სნაიპერ ქალებს მამაკაცები მოუკლავს, ჩვენი ქართველები აგერ დაიწერა კომენტარში. ეგრე ქალებიც მიდიან ჯარში ისრაელში და ქალებსაც ესვრიან. რატო ესვრიან მაშინ ქალებს ისრაელში? გამოვიტანოთ ყველა საკითხი ახლა შუქზე? მზის შუქზე? თუ რა ხდება ვერ გავიგე? ანუ ქალი არის ქალი, როცა არის ქალის ფორმაში. გაიხსენეთ რას ამბობს თამარ მეფე. როდესაც ის აბჯარს აისხავს და მიდის ომში. რომელ ომში იცით? აი როდესაც შეურაცხყოფას აყენებს გადამთიელი და ეუბნება რომ ხარჭად დაგისვაო შენო. თუ არ დამნებდები ომის გარეშეო. თამარ მეფე ამბობს ესეთ სიტყვებს. დავივიწყებო რომ ქალი ვარო, ავისხავ აბჯარს და მე თვითონ წამოვალ ომშიო. გესმით აქ რა ხდება? იქ იმაზე არ იყო საუბარი, რომ აი თამარ მეფე რადგან წინ გაუძღვებოდა ჯარს წინ არავინ არ მოარტყებდა ხმალს თამარს. დავივიწყებ რომ ქალი ვარო. მივიღებ მამაკაცის სახესო. ამბობს თამარი და თუ ქალს უნდა ეს რომ მამაკაცი გამოიჩიოს ომში და რატო უკვირს რომ სახეშიც შეიძლება მიიღოს მუშტი? ან ხმლით მოიკვეთოს თავი? რატო უკვირს ეს? ან საზოგადოებას რატო უკვირს ეს? არ დამიწყეთ ეხლა რომ ქალი იყო და ქალი თუ იყო, მოქცეულიყო ქალივით. არსებობს შემთხვევები, როცა ქალი დებს ქალის როლს და იქცევა მამაკაცად. ხო და როდესაც ქალი მამაკაცად იქცევა, ნუღა მოსთხოვთ რომ ქალია. გაიგეთ? დაგვიწყეს ეხლა ქართველებმა ფაშიზმის მოცხება, რომ ჩვენ თურმე რადგან ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ტრადიციებს თქვათ, რაც გვაქვს ჩვენსას ვიცავთ, ფაშიზმ და ვახსენებთ რუსებს თავიანთ უმსგავსობას, ფაშიზმში ჩაგვითვალეს თურმე რა. ნუ გვიტრიალებთ რეალობას, რომ თავდაყირა დაგაყენებთ მამაზეციერი იცოდეთ, თავებით ჩაგარჭობთ მიწაში იცოდეთ რა. რამდენს გიხდიან ამდენს? ესეთი დებილებიც არ ხართ რა, როგორც ჩანხართ. რამდენს გიხდიან იმისათვის, რომ ეს რეალობა შემოგვიტრიალოთ, ისე რომ ჩვენ გამოგვიყვანოთ დამნაშავეები, გამაგებინეთ რა. არ გეყოფათ ამდენი პარპაში? არ გეყოთ ის, რაც საქართველოს გაუკეთეთ რუსებმა? არ ეყოთ რუსებს ის, რასაც საქართველოს უკეთებენ? ხო და წავიდნენ რუსი იქნება ეს თუ უკრაინელი ყველა თავის ქვეყანაში წავიდეს და თავის ქვეყანას მიხედოს. რას გვეტენებიან ბიჭო აქ და კიდე რაღაცა ჩირქს გვდებენ აქ და გვცხებენ რა. ჩვენს ქვეყანაში მოდიან არ გვანებებენ. ტვინს გვიბურღავენ და მერე თუ მიიღეს სახეში მუშტი აქეთ გვაბრალებენ რომ ის რა გავაკეთეთ თურმე ეს. ვინ ახარ ჩილო ვინ? დაახვიეთ ამ ქვეყნიდან საერთოდ ყველამ. ყველა ერის წარმომადგენელმა რა, ვინც ქართველს უტრაგებს. დებილების საზოგადოება გაიჩითა, უცბად სრულიად სოციალურ სივრცეში რა.
ხალხო რა არის ეს? არ ვიცი რა. ბიჭო, არ მოუყვანეს ხელში? სთხლიშა ერთი მაგარი. რამდენიც გინდა იმდენი უთხლაშიათ ქართველ მამაკაცებს, ქართველი ქალებისთვის, კაცო. ქართველ მამაკაცებს და რუს მამაკაცებს, ქართველი ქალებისთვის. აბა სად არის მედია? რატო არ ავრცელებს იმას? გამაგებინეთ. ეს ვიღაცა არის საზოგადოებისგან სასწრაფოდ საიზოლაციო არანორმალური ჭკუა შერყეული. რომელი ეს ვიღაცა, აბა? კონსტანტინე. ეს ვიღაცა? აი ეს ვიღაცა? მეც ეგრე ვფიქრობ. ეს ბიჭი სიმართლეს ლაპარაკობს რა. აი ეს ბიჭი სიმართლეს ლაპარაკობს. რომ მადლობა თქვენ რუსებმაო, რომ ის არ გაუკეთეთ, რაც თვითონ გაგვიკეთესო რა. და ჩამოთვლის იქ მაგალითებს. აღარ უთქვავს ეხლა ის არ გაუკეთეთ, რაც თვითონ გაგვიკეთესო, აღარ უთქვავს ბიჭს, იმიტომ რომ მოიაზრება ქართულ ლოგიკურ აზროვნებაში ის რაც მომხდარია მოიაზრება, აღარ უნდა 5000 ჯერ თქმა და დაღეჭვა მაგას. ადამიანი იმას ამბობს, რაც უკვე მოხდა და არ ამგონი ახლა ვინმეს დაავიწყდეს ის მართლა. რუსმა ჯარისკაცებმა ქართულ ჯარისკაცს თავი მოჭრეს და მერე მისი ფეხბურთს თამაშობდნენ. არ ვიცი, თქვენ დაგავიწყდათ ეს ხალხო, ესეთი სკლეროზი გჭირთ უკვე? ჰა? დავიჯერო, ნუ თუ ეს დაგავიწყდათ. რუსი ჯარისკაცები ერთ ტყვეს რას უშვებოდნენ? აი ეს ტიპი რა, ხმაზე ეტყობა, რომ ისა რა ქვია რა, რაღაცასთან გვაქვს რა საკითხი რა. უკანა შესასვლელთან რაღაც გაცოთილობასთან გვაქვს საკითხი რა და სიდონები მიხვდებიან, ახლა მე რა ვთქვი და ხმაზე გეტყობა, რომ უკანა შესასვლელი ცოტა შესარემონტებელი გაქვს. უკანა შესასვლელი ხო, კარი. უკანა შესასვლელის კარი შესარემონტებელი გაქვს. ხო და რა ვიცი რა, მიხედე ჯობია შენს უკანა შესასვლელის კარს და მერე სხვაზე ილაპარაკე, იმიტომ რომ ის ბიჭი სერიოზულ საკითხს აჟღერებს და თანაც რეალურად იმას აჟღერებს, რაც რუსებმა ჩვენ გვიყბეს ერთ დროს და ჩვენ მოსახლეობას. ხო და ახლა კონსტანტინე მუნგერს ვეუბნები. ვიზე საუბრობ, ეს ვიღაცა ამ ვიღაცაში ვინ იგულისხმება კონსტანტინე? ეს ვიღაცა, აი ეს ვიღაცა, ეს არსენ ფოფხაძე? მოუნდა ეხლა მსოფლიო მედიას, რომ ქართველ ვაჟკაცმა დაარტყა რუს ბოზს ცხვირში და დაუმტვრია ყბა. ამაზე საუბარი რა, მეტი სალაპარაკო თემა ვერ მოძებნა, ესე იგი მსოფლიო მედიამ რა. აი რა გაკვირვებული ვარ იცი ხალხო? ისეთი რაღაცეები ხდება, ქვენ მსოფლიო ინგრევა, მთელი სისტემები ინგრევა და უცბად ქართველი მამაკაცის სახელი და გვარი გახდა აი ესე თემა მსოფლიო მედიაში. ვა, ბრავო რა. ბრავო საქართველო. რა მაგრები ვართ. მაგრები ვართ ცა.